მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, გამომწერებო, იუთუბელებო, ფართო აუდიტორია. ამბობენ, რომ დღეს განსაკუთრებული დღეა. ამბობენ, რომ დღეს სურვილების ასრულების დღეა. ამბობენ, რომ დღეს სამყარო განსაკუთრებულად გვისმენს და განსაკუთრებულად აგვისრულებს ჩვენ თხოვნებს. ამბობენ, რომ დღეს მთელი გულით რასაც ვინატრებთ, რასაც გავაჟღერებთ, შეგვისრულდება. ამბობენ, რომ დღეს ყველა მედიტაცია, ყველა პრაქტიკა, აფირმაცია, მანიფესტაცია 300-ჯერ მეტი ძალა აქვს. ამბობენ. ეხლა ნება თქვენია, დაიჯერებთ, არ დაიჯერებთ, მე ვიძახი, რომ ამბობენ. ამიტომაც აი ესეთი მაგიური ფონი მაქვს. მე ხა დღეს რაც შემეძლო გავაკეთე, ჩემი ყოველდღიური ენერგო პრაქტიკები. დავიკითხე მანტრებით, რა თქმა უნდა, გავაჟღერე შვიდობა, რაც მსურს მთელ სამყაროში. გადავუხადე მადლიერება ყველა სულიერ და მშვიდ არსებას მთელს დედამიწაზე. და ვითხოვე ჩვენი ქვეყნის როგორც ყოველთვის მფარველობა, შეწევნა, დახმარება. ჩვენი ერის გადარჩენა და სულიერების გაძლიერება. ეხლა თქვენი ნება. როგორ მოიქცევით, რას იზავთ, როგორ იფიქრებთ, როგორ მოიმოქმედებთ. მე მსურს, რომ თქვენ ყველას აგეხილოთ გონება, ჩაგერთოთ სულიერი თვალი. ინტუიცია გაქვთ, ასე თუ ისეა გაძლიერებული, მაგრამ რაღაც სიტუაციების გამო, ნახეთ, რაღაცეები იმალებოდა, რაღაცეები იჩქმალებოდა, რაღაცეები არასწორად დეზინფორმაცია შემოდიოდა, ხდებოდა მასიური მანიპულაცია მეინსტრიმ მედიიდან, ტელეარხებიდან, ტელესივრცეებიდან და მინდა რომ გაარჩიოთ მართალი ტყუილისგან, კეთილი ბოროტისგან და ისწავლოთ უბრალოდ თქვენი გულის მოსმენა. არა ის, რომ მე ასე მსურს და მარტო, ესე იგი, მე მინდა ჩემი რაღაც ფასეულობის, ჩემი რაღაც ინტერესების პირადი, თუნდაც მატერიალური, არამედ მთლიანად ზოგადად ჩვენს ქვეყანას, რაც ეხება ამ შემთხვევაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გამგებმა გაიგოს, ვისაც ყური აქვს ისმინოს, საქართველო არის სულიერი ქვეყანა. მამა გაბრიელი ამბობდა, რომ საქართველო წმინდანთა სამჭედლოა. ბოლო ჟამის დროს ანტიქრისტე ყველაფერს ეცდება, მაგრამ საქართველოში ფეხს ვერ ჩამოადგამს, რადგან მას აქ თვით ქრისტე დახვდება. პირდაპირ მნიშვნელობით არ გაიგოთ, ძალიან გთხოვთ. აქ სხვა რამე იგულისხმება. აქ იგულისხმება ის სიხშირე, ის ენერგია, ის ვიბრაცია, ის სულიერება, ის სიყვარული, რასაც ბოროტი გაურბის და რა თქმა უნდა, სულიერების გამო, ფასეულობების გამო, ჩვენი მშობლების პატივისცემის სიყვარულის, ჩვენი წინაპრების, ჩვენი საგვარეულოს პატივისცემის, მოხსენიების, მადლიერების, გაჟღერების, მთელი გულით მოხსენიების გამო, სიყვარულით მოხსენიების გამო, ბოროტი ვერ გაბედავს ქართველი გენის გაქრობას. ყოველთვის ბოროტი ურტყავს, ნახე, მატერიალურიდან ასეთ ცდილობს,
რომ დაგანახოს, რომ აი შენ მოგაკლდება პური არსობისა, შენ მოგაკლებ თქვათ კიდე რაღაც კომფორტს, რაღაც სიამოვნებას, სიამტკბილობას და სანაცვლოდ, უკაცრავად და იქეცი უსქესო არსებად. შენი გენი ღვთიური უნდა რომ გაქრეს, გესმის? შენ რომ შენი ნებით ჯვარი გწერია და თან ხვდები ამაზე, იმ უხამსობაზე, იმ აღვირახსნილობაზე, იმ უმსგავსობაზე, შენ რო არა ადამიანად იქცე, ამისთვის ის გთავაზობს სიამტკბილობას და ამით სამყაროს და ღვთიური კანონების, რა თქმა უნდა, დარღვევას. შენ უნდა მიხვდე ერთი რამ, რომ შენ მართვადი სტრუქტურა ხარ, შენ მას სჭირდები, რომ მან დაიკვეხნოს შენით და თქვას, რომ ნახე, აი შენ შექმნილი ადამიანი, რომელიც ესე ძალიან გიყვარს, ნახე, რად ვაქციე. შენ ხო ის შექმენი ადამიანია, შენ ხო მას მიანიჭე გონი. ყველა ცოცხალი არსებისგან ხო გამოარჩიე და ჩაურთე გონიერება. გული, გონიერი, მიმადლე შენ მას. და ყველა ცოცხალი არსებისგან შენ ეს ადამიანი, შენი შექმნილი ადამიანი განადიდე. და მთელი ძალაუფლება გადაეცი, ხო, რომ მთელი სამყარო, სადაც შენ შექმენი ეს ყველაფერი, რომ ის ბატონობდეს და იხმარდეს ჰარმონიული ცხოვრებისთვის, რა თქმა უნდა. ყველაფერი შეუქმენი შენ მას. ჰარმონიული ცხოვრებისთვის და ნახე მე აი როგორ არსებად ვაქციე. ეს არის ომი, ჩემო კარგებო, სულიერი ომი და თუ ამას კიდე ვერ ხვდებით თქვენ, მავანე. და ზოგი გაჰყვირის ევროპას, ზოგი გაჰყვირის ამერიკას, რუსეთს, ჩინეთს, თურქეთს და რა ვიცი კიდე რას. თქვენ უნდა იკითხოთ ქვეტექსტები. პირდაპირ მნიშვნელობით კი არ უნდა გაიგოთ ყველაფერი, არამედ მთლიანობაში არს უნდა ჩაწვდეთ და არსი იკითხება ასეთი. ის ეწინააღმდეგება ყველაფერ ღვთიურს, გაბატონება სურს ადამიანზე, მთლიანად ადამიანის მოდგმაზე და მისი წაბილწვა, ყველანაირად შერყმნა. ეხლა მე თქვენ აქ ისტორიის გაკვეთილს არ წაგიკითხავთ. სკოლაში უნდა გესწავლოთ, ან ეხლა შეგიძლიათ გადახედოთ ისტორიას. რა ხდებოდა ძალიან ბევრ იმპერიებში, ქვეყნებში, როცა მიდიოდა ადამიანი ღვთის და სამყაროს კანონების წინააღმდეგ. როგორ გაქრა დიდი იმპერია, რომის იმპერია, გარყვნილების გამო, სოდომ გომორის გამო, როგორ გააქრო ღმერთმა და არ დაინდო იქ არავინ, რამხელა წყალდიდობა მოავლინა, ნოეს კიდობანი ხო ვიცით? და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასევე ვიცით ის ცივილიზაციები, რომლებიც კიდე ბოლომდე არ არის გახსნილი, მაგრამ გადმოცემით ვიცით, რომ ძალიან დიდმა, მაღალგანვითარებულმა ცივილიზაციებმა შეწყვიტეს არსებობა. მათ ჰქონდათ ხელში შექმნეს ღმერთების იარაღი, რაღაც სასწაული იარაღი, რომლითაც დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ხა აქ რა ხდება, ნახეთ? მათ, როგორც ბაბილონის გოდოლი, განიზრახეს, რომ უკვე, ჩვენ ღმერთები ვართ, ყველაფერი შეგვიძლია, ჩათვალეს. თავისი ტექნოლოგიებით, რა თქმა უნდა, სასწაულებს ახდენდნენ და თვითონ გაანადგურეს თავიანთი თავი.
დაუპირისპირდა ორი დიდი გეგმონი ერთმანეთს. ეხლა გავიხედოთ აბა, ამ ჩვენ დროში რა ხდება. ორი დიდი გეგმონი, ძალების დემონსტრირება. ზუსტად მაგ პერიოდში ვართ, დიდი გადასვლა, დიდი კვანტური ნახტომი. რა გონიათ თქვენ, დიდი გადატვირთვა რა არის? ეხლა ხვალდაზე გარვიძახი. თუ არ მოეგება გონს ადამიანთა უდიდესი ნაწილი და არ გაიხსენებს ღმერთს, მის კანონებს, არ დაუბრუნდება, არ შეინანებს ღვთის გმობას, ხო? და ვიხილეთ ჩვენ აქ სპექტაკლები დადგმული. ზოგიერთი, ასე ვთქვათ, თეატრებიდან და თეატრალებიდან. საპატრიარქომ გამოუცხადა მათ. ყველამ, ვინც მაგ სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა, თავის რეჟისორი ან დამდგმელი ან შემსრულებელი ან მოინანიეთ. რამე თუ ანათემაზე გადაეცემებით. რას ნიშნავს ანათემაზე გადაცემა? ანუ მათი მოდგმა, მათი საგვარეულო დაიწყევლება. ეს სახუმარო ამბავი არ არის. ეხლა რაც შეეხება გუშინდელ დღეს, ძალიან ცოტა ლაიქი მაქვს და კომენტარიც ცოტა მაქვს. აია რომ ცოტა ადამიანი მაინც პატივსცემს მშობლებს და მათ წინაპრებს. მე მიხარია, მაგრამ არ მიხარია ის რომ არ უყურეს უბრალოდ, არ დაინტერესდნენ. ანუ რა ხდება? სამყაროს კანონებით გესაუბრებით მე და იცით რომ ხშირად ვამახვილებ ამაზე ყურადღებას. რას ნიშნავს სამყაროს კანონი? შენ თუ შენ წინაპრებს პატივს არ ცემ, შენ თუ შენ მშობლებს, ბიოლოგიურ მშობლებს, რომლებიც მოგავლინეს, ხო, გაგზარდეს, სიცოცხლე გაჩუქეს და შენ ხარ ის, ვინც დღეს შენ ხარ აქ და მისმენ და შენ თუ შენ მშობელს არ ცემ პატივს, შენ არ ღვევ სამყაროს და ღვთის კანონს. ერთი, შენ თუ არ სცემ შენ წინაპრებს პატივს, მამის მხრიდან, დედის მხრიდან, იმიტომ რომ შენ მათი გენეტიკის გამგრძელებელი ხარ და მეცნიერებმა უკვე საუბრობენ უკვე ამაზე და ეს დაფიქსირებულია, დოკუმენტირებულია, რომ ჩვენი დნმ-ი, ყოველი ჩვენი სისხლის უჯრედი ინახავს ინფორმაციას, ანუ რას ნიშნავს? ცოცხალია. და ასევე ძველ აღმოსავლეთში, იცით რომ აღმოსავლეთში არის შემორჩენილი ესეთი ცოდნა და მათ აქვთ ეს ცოდნა წინაპრებიდან წამოსული. ყველა ორგანოს სისხლის უჯრედებს ესაუბრებიან და ისე იყურნავენ თავს. ანუ ეხლაც არის ესეთი პრაქტიკა. და ვინც თავის წინაპრებს არ სცემს პატივს, მშობლებს, საგვარეულოს, არ იხსენიებს, მაშინ სამყარო სხვანაირად უსწორდება მათ. ანუ როგორ, ნახეთ, ის უყურებს, რომ ის არ იხსენიებს მის წინაპარს, მის, ასე ვთქვათ, საგვარეულოს, არ მადლიერებას არ გამოხატავს, მის მშობელს, ანუ თუ ცოცხალი ყავს ღმერთმა ჯანმრთელად გიმყოფოს და თუ გარდაცვლილი არ იხსენიებს, ანუ რას ნიშნავს ეს? რატო არ დაგვიწესდა ეს კანონები? როგორ ფიქრობთ თქვენ? რისთვის არის ეს კანონები? არ გაგრჩენიათ ამაზე კითხვა? მათი სულები უკვდავია. არსებობს ქართული სიტყვა გარდაცვალება, გარდაიცვალა, ანუ გადავიდა ერთი განზომილებიდან მეორეში, სული უკვდავია, ის იქ აგრძელებს ცხოვრებას. და შენ მისი შთამომავალი რო ხარ აქ, პასუხისმგებლობა გაქვს მის წინაშე. მოიხსენიო, მადლიერება გაუგზავნო. არა და იცით, დასჯა როგორია. კიდევ ერთხელ ვიძახი, ძალიან არ მინდა სამყაროს აქ გარკვეული
კანონები, სამყაროს კანონზომიერება, ასე ქვია. ვინც არ დაიცავს მას და ამ ბალანსში არ იქნება. მერე მოდის უკვე დეგრადაცია, გაქრობა. ის სულები ქრებიან. ამიტომ ღვთის გმობელები, რომლებიც არ შეინანებენ, ის ადამიანები, რომლებიც არცემენ პატივს მშობლებს, წინაპრებს, არ იხსენიებენ მადლიერებას, თუნდაც სიტყვით, არა აქვს მნიშვნელობა, შენ იქ წახვალ, აქ წახვალ თუ რას იზამ. სიტყვით, ხო? არის ხოლმე მიცვალებულების დღეები, თუ აუნთო სანთელი გაიხსენო. მოწყალება გასცე მის სახელზე. ტაძარში, თქვათ, ანაშვიდი გადაუხადო. მათ ესმით, ჩემო კარგებო, ისინი გადასულები არიან სხვა განზომილებაში. და ჩვენ ყველას მოგვიწევს იქ გადასვლა, როცა ჩვენი დრო დადგება და თქვენ როგორ ფიქრობთ, ვინ დაგეხმარებათ იქ, რომ მოხვდეთ კარგ ადგილას, თუ არა ის ჩვენი დიდი წინაპრები, რომლებიც ყველა საგვარეულოს ყავდა გამორჩეული წინაპარი. ან სასულიერო პირი, ან დიდი მოღვაწე, პროფესორი, აკადემიკოსი, ექიმი, მეცნიერი, მასწავლებელი, ავიცი, კურნალი, თუნდაც მართალი ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა ღვთის კანონების დაცვით და სიკეთეს აკეთებდა. მართალი ადამიანები ქვიათ მათ. ან როგორ ფიქრობთ, ეს კავშირი უწყვეტია. და ამიტომ დააწესა ჩვენმა პატრიარქმა გუშინდელი დღე, სადაც მე ვიყავი, პირველ რიგში ჩემი მშობლების და ჩემი წინაპრების პატივისცემის გამოსახატად. აქ მარტო ცოლზე და ქმარზე არ არის. რა ოჯახიდან, რა მოდგმიდან მოდიხარ შენ, რატოა ქართულ ლექსიკონში გამოთქმა უჯიშო, აი ეს სიტყვა, უჯიშო ხარ. ანუ ესე იგი ჯიში არ გაქვს, უჯიშო ხარ, ხო? აი ყველა სიტყვაში დევს სიბრძნე. ვისი მოდგმის ხარ, საიდან ხარ? ჯიშიანი ხარ, უჯიშო ხარ, გესმის, რატო ამბობდნენ ამას? და ბევრი რო არ გავაგრძელო, უნდა დაფიქრდეთ, ჩემო კარგებო, პირველ რიგში და იაზროვნოთ კრიტიკულად. ყველაფერს აქვს აზრი, ისე არაფერი არ ხდება. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ქვეყანას აქვს თავისი მისია და საქართველოს ერგო წილად ესეთი მისია, სულიერება. ნახე? და გადარჩენა ბოლო ჟამის დროს თავისი რწმენით და სულიერებით. ეხლა იქ რაღაც გარკვეული ნაკადი იმას დაიწყებს, ღვთისგმობას დაიწყებს თუ უკანალის ქნევას დაიწყებს თუ გენიტალიების ჩვენებას, უმრავლესობა ჩვენ ვართ, ვინც ვიყავით გუშინ და ძალიან ბევრი კიდევ ვერ მოვიდა ფიზიკური ჯანმრთელობის ან რაღაც სიტუაციების გამო, თორე ავიცი, მთელი ქალაქი იყო გამოსული. და ის მცირედი ნაწილი, რომელიც ასე არ ფიქრობს, მე მართლა მეწოდებიან, კიდევ ერთხელ ვიძახი, იმიტომ რომ პირველ რიგში თუ არ შეინანებენ და ეს პატრიარქის კურთხევაა. ხო? და ბრძანება. თუ არ მოინანიებენ იმ თავიანთ მოქცევას, მაშინ ანათემაზე გადაეცემა მათი საგვარეულო, მათი მოდგმა და ისინი ვეღარ გააგრძელებენ არსებობას, როგორც მენტალურ, ასტრალურ და სულიერ და ასე ვთქვათ, მერე უკვე ფიზიკურ დონეზე. ეს ნიშნავს ძალიან დიდ ნგრევას. ხო და არ ცოდნა არ ნიშნავს იმას, რომ შენ აყვე რაღაც გარკვეულ შენი მეგობრების თუ ვიღაცეების, ხო, შენთვის ვითომ
მაგალითის მომცემ ვიღაც რო ტიპობენ და რაღაცას რო წარმოადგენენ და შენ ესე იგი გადაიჩეხო იმათთან ერთად. როგორ ესე იგი შენ არ უნდა გაიხედო რომ წინ უფსკრულია და შენ გიჩეხები? დაფიქრება გვმართებს, მეგობრებო, დაფიქრება. და რახან ნახეთ ყველა სული ისე არავინ არ მოსულა აქ. ყველა სულს აქვს თავისი მისია. აქ ამ ცხოვრებაში, ამ განზომილებაში, ამ აწყო დროში შენ როცა ხარ, ვინც ხარ. და ცხოვრობ ეხლა და მიყურებ, ხო? შენ სადაც დაიბადე, შენ სადაც გაიზარდე, შენ სადაც გერგო წილად, ხო? შენმა ბავშვობამ სადაც გაიარა. რა დაწესებზე გაიზარდე, როგორ ტრადიციებზე. შენ ის უნდა გააგრძელო. შენ რომ შეიცვალო ქვეყანა და გადახვიდე სხვა ქვეყანაში, რომელ ქვეყანაშიც არ უნდა გადახვიდე, შენ მაინც რჩები ის, სადაც დაიბადე. რატო არის ასტროლოგიურ რუქაში რო გეკითხებიან ზუსტად, სად დაიბადე, რომელ ქალაქში, რომელ საათზე. დაუფიქრდით. მე ხა რო წავიდე ლონდონში და ვიცხოვრო, ხო? როგორ ვფიქრობთ, ხა დამავიწყდება რომ მე ქართველი ვარ, დამავიწყდება ჩემი რწმენა, ჩემი სიყვარული, ჩემი სულიერება, ჩემი სამშობლო, ჩემი ქვეყანა, დამავიწყდება ჩემი ბებია, ბაბუა, ვინც გამზარდა ბავშვობიდან. ჩემი ბებიის გაკეთებული ხაჭაპურები დამავიწყდება? არ დამავიწყდება. ეს არის გენეტიკური კოდი, ჩემო კარგებო, რომელიც არ იკარგება. მოწონება ძალიან ცოტა აქვს, ყურება ძალიან ცოტა გუშინდელ ვიდეოს. ნუ გადაჯიშთებით, ძალიან გთხოვთ, რომელი ქვეყნიდანაც არ დამიყურებდეთ. ნუ დაგავიწყდებათ, ვისი შვილები ხართ, სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ, რომელ ენაზე ამეტყველდით და ვინ იყვნენ თქვენი წინაპრები. მშობლები, რა თქმა უნდა, არ დაგავიწყდებათ, რახან გაგზარდეს, გასაგებია, მაგრამ ნუ დაივიწყებთ ამას. რომელმა ქვეყანამაც არ მოგცეთ რა, არ უნდა, არ ვიცი, აუწონავი ოქრო და სიმდიდრე, ხო? მაინც საბოლოო ჯამში იმ ქვეყანაში დაბრუნდებით, სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ. ეს არის გენეტიკური კოდი უხილავად, მე ხა ეზოთერულად გიხსნით ამას თქვენ. გინდა მიიღეთ, გინდა არ მიიღეთ. მაინც გეძალებათ აქეთ, მოგეძალებათ აქეთ წამოსვლა. გინდ გათხოვდეთ, გინდ დაოჯახდეთ, ხო? სხვადასხვა ქვეყნებში, უცხოელებზე. მაინც გენდომებათ აქეთ ჩამოსვლა. ეს იქნება როგორი რაღაც, იცით? უხილავი მონატრება. შენი ქვეყნის, შენი ჰაერი, შენი წყალი, შენი ბუნება, სულ სხვაა. თუნდაც მზე, ძალიან ბევრ ქვეყანაში მყოფი ვარ. იცით რომ არსად არ არის ისეთი თბილი მზე, როგორც საქართველოში. გაგიკვირდებათ, მაგრამ ასეა. მოკლედ, ვნახოთ აბა ჩვენი სანუკვარი სურვილები, კეთილი სურვილები თუ ასრულდება. მადლობას უხდი ყველას, ვინც მიყურებს, ვინც ლაიქებს, ვინც შემოსულია ეხა უბრალოდ და მისმენს. ჩაიფიქრეთ თქვენი აუხდენელი ოცნება სურვილი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი და თუ სამყარო შეისმენს და აგისრულებთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. ნახოთ აბა. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის, ჯერ ესე ვიტყვი. მოკლედ, მე აქ ეხა გავაკეთე ორი ვარიანტზე სურვილი, რომელიც თქვენ უნდა ჩაიფიქროთ. პირველი აი ეს არის. და მეორე.
თქვენ ახლა უნდა აირჩიოთ აქედან პირველი და მეორე. ჩაიფიქრეთ სურვილი. და მე ახლა დავიწყებ პირველი ვარიანტი, ხო? ნუ ახლა ეპილოგი დიდი მქონდა, ვიცი, ამიტომ მოკლე იქნება გაშვა. პირველი ვარიანტი ვინ ჩაიფიქრა თქვენი სურვილი, ძალიან მალე აგისრულდებათ. ეს სურვილი პირადს ეხება, აქ ამოდის მხედარი, გრძნობით სავსე, ძალიან მალე, უახლოეს პერიოდში, ერთ დღეში, ერთ პერიოდში. დიდი სიხარული, თუ ფინანსებს ეხება, რაღაცას ელოდებით მატერიალურ დახმარებას სამყაროდან, ანუ პირდაპირ სამყაროდან მოდის, 8 ქიმიანი ვარსკვლავი არის მფარველობა. დედა ღვთისმშობელს აქვს 8 ქიმიანი ვარსკვლავი, რო იცოდეთ, ეს ნიშნავს სამყაროსთან, კოსმოსთან შეერთებას და დიდ მფარველობას და ასევე სურვილის ასრულებას. თვითონ 8 არის უსასრულობა. აი ნახეთ. თუ ეხება პირადს, ეს ადამიანი მოვა აუცილებლად და თქვენი სურვილი შესრულდება. პირდაპირ ამოვიდა, რომ შესრულდება. დიდი სიხარული. თუ ეხება ფინანსურ და მატერიალურს, აქაც გისრულდებათ. ნუ მოკლედ, მომილოცნია პირდაპირ სურვილის ასრულებით კოსმოსიდან, სამყაროდან გისრულდებათ. მადლიერება აუცილებლად თქვით, როცა აგისრულდებათ. გადაუხადეთ სამყაროს მადლობა, მოიხსენიეთ თქვენი წინაპრები, გთხოვთ. პატივი ეცით თქვენ მშობლებს, დააფასეთ. თუ ცოცხლები არიან, ღმერთმა ჯანმრთელად გიმყოფოთ, თუ არ არიან, ისე უთხარით, რომ აი, როგორ მიყვარდი, თქვათ მამა, მადლობა შენ, რომ მამა ჩემი იყავი, მადლობას გიგზავნი და ღმერთმა შენი ლამაზი ნათელი სული გაანათოს იქ, სადაც ხარ. ანუ თქვენი სიტყვებით მოიხსენიეთ ხშირად, იმიტომ რომ ძალიან დიდი დახმარება მოდის მათგან ეხლა, მით უმეტეს ამ პერიოდში. და რა არის მეხუთე განზომილება, იცით კიდე? ყველაფერთან ერთად ის, რომ ჩვენ მათ დავინახავთ, იმიტომ რომ როცა დიდი ორი აი ესეთი სამყაროს გადასვლა ხდება ამ დროს, ეს სამყაროები ერთმანეთში აი გადაკვეთის დროს ხდება რაღაც პერიოდში, ну, რა თქმა უნდა, ეს არა ფიზიკურად, ყველაფერი ენერგეტიკულად, მენტალურად, მაგრამ იმ მომენტში შეიძლება ცოცხლად დაინახოთ და არ შეგეშინდეთ, მათ უყარხართ. ანუ ისინი ცოცხლები არიან, უბრალოდ სხვა განზომილებაში არიან და აი ამ პარალელური განზომილებების რაღაც მომენტში, ნახეთ, როგორც ჭანჭიკები, ხო, რო ტრიალებენ და რაღაც მომენტში რო ერთად აღმოჩნდებიან, აი, ეხლა ზუსტად ვერ გიხსნით, მაგრამ მიხვდით, ხო? აი რაღაც ესეთი რაღაც მოხდება და იმ მომენტში დაინახავთ თქვენ მათ. მოხდება ეს, აუცილებლად მოხდება. და რა ვიცი, იცოდეთ მაინც რა, ხა. გაგაფრთხილეთ. მოკლედ, პირველო ვარიანტო გისრულებს სამყარო. ძალიან გავაგრძელე, ხო. მეორე ვარიანტი ვინ ჩაიფიქრა, ვნახოთ. სურვილი, მეორე ვარიანტო. ნახე, მეორე ვარიანტს როგორი საინტერესო კარტები ამოვიდა. ეხლა მეორე ვარიანტო, რა თქმა უნდა, შენს გისრულდება, მაგრამ 50-50. რაღაცა ქონდა გასაცემი, რაღაცა ქონდა გასაკეთებელი. სამყარომ ჩათვალა, რომ ანუ შენ რაღაც მომენტში იყავი გულგაციებული, ნახე, რაღაც მომენტში ჩართე გონება. და ნახე, გრძნობით კი აი ეს სურვილის ასრულებასაც ნიშნავს, მაგრამ 50-50, ანუ რაღაცა ეთყობა შენაპირები იყავიან, ქონდა რაღაცა, რომ აი მე რო ვთქვათ, ნეტა ამისრულდეს და აი ამას ვიზავან, ნეტა ეს საქმე გამომივიდეს და ხო არის, რომ ესე ამბობენ. მოკლედ, აი გაიხსენეთ კარგად. იმიტომ რომ აქ ამოდის გადახდა, ქველმოქმედება, გაცემა, 50-50, ანუ ის სურვილი კი გისრულდება, მაგრამ რაღაცა გასაცემი, თანხას გულისხმობ.
თანხაზე აქვს საუბარი, მოწყალებაზე. და რამდენად შენ, ესე იგი, გასცემ, რამდენად შენ ანუ როგორ გითხრა, რამდენადაც შენ გასცემ სიკეთეს, იმდენად მალევე შეგისრულებს სამყარო. აი ნახე. აი ესეთი რაღაც ვარიანტი ამოდის. ანუ ბალანსი უნდა აღდგეს რაღაცა, არ ვიცი. ეხა ეს კიდევ ვიძახი, არის საჯარო გაშლა. ყველას აქვს პირადი რაღაც სიტუაციები, ეხა მე ესე ვერ განვიხილავ, ისედაც ამდენი ვილაქლაქე. მაგრამ ნუ მოდის კონტექსტი ასეთი, რომ კი გონებით მიდიხარ შენი სურვილისკენ და მიისწრაფია ესე რომ იტყვენ ეს მინდა, ანუ გააქვს ეს მიზანი, ძალიან კარგი და გისრულდება, მაგრამ ნახე გაცემა ხდება რაღაცის 50-50-ზე, აი რაღაც გაყოფა, რაღაცა გაცვლა, გამოცვლა. მოკლედ ამაზე დაფიქრდი, ნუ ყოველ შემთხვევაში ხომ მაინც გისრულდება, ასე რომ ან ჯერ დრო არ არის. რაღაცა გასაკეთებელი. მოწყალება უნდა გასცე. მოკლედ სიკეთე უნდა ვაკეთოთ ხალხნო რა. და არ მითხრათ ეხა ისაო და ესაო, ანუ რაც უფრო მეტ სიკეთეს გავაკეთებთ, მეტად მოწყალე იქნება ღმერთი და ამ ცხოვრებაშივე გადაგვიხდის. ნუ გონიათ რომ ეხა იქ რომ წავალ და იქ მე არ ვიცი იქ რა იქნება და როგორ როცა წავალ, მაგრამ აქვე მოვა სიკეთე, ოღონდ გულით უნდა გააკეთო, მართლა. და აი ამას გისურვებთ, რომ ვიყოთ კეთილები. აბა თქვენ იცით. დროებით.